მოგესალმებით ყველას. მოდით დღეს ერთად გამოვაცხოთ უგემრიელესი ტკბილი ბლინები. ამ ტკბილი ბლინებისთვის რაც დაგჭირდება, ეხლავე გაჩვენებთ და დავიწყოთ მომზადება. დაგჭირდება რძე, დაგჭირდება 1 ცალი კვერცხი, ასევე დაგჭირდება შაქარიც, მარილი, სოდა, ფქვილი და ზეთი. ეს ინგრედიენტები და ეს მასალა დაგჭირდება ამ ბლინების გასაკეთებლად და ეხლა კი დავიწყოთ გამზადება. ეხლა მე გამოვიყენებ ესეთ საჭმლის გასაკეთებელ სპეციალურ თასს. კიდე გამოვიყენებ 100 გრამიან ჭიქას. ეხლა ჩვენ ეს 1 ცალი კვერცხი უნდა ჩავტეხოთ აი ამ ჯამში. ეხლა ჩვენ დაგჭირდება ესეთი სუფრის კოვზი და შაქარი. ჩვენ ეხლა 3 სუფრის კოვზი შაქარი უნდა ჩავყაროთ აქ. ეს 1, 2 და ესეც 3. ეხლა კი ჩვენ დაგჭირდება მიქსერი. ჩემი შტატივი, რომელიც მინათებდა და უფლებას მეძლევდა, რომ კარგ ხარისხი გადამეღო, გამორთე, რომ ეს შემერთებინა. და ეხლა კი ჩვენ ეს მასა კარგად უნდა ავთქვიფოთ. ეს მასას უკვე კარგად ავთქვიფეთ. ეხლა კი ჩვენ ამ მასას უნდა დავამატოთ 1 ჭიქა რძე. ამ რძეს მე გადმოვასხავ აი ამ 100 გრამიან ჭიქაში. დაახლოებით ამდენი არის სრულიად საკმარისი. და ეხლა ეს რძე ჩავასხოთ აი ამ ჯამში. და ეხლა ეს მასაც კარგად უნდა ავთქვიფოთ. ეს მასაც უკვე კარგად ავთქვიფე. ეხლა ჩვენ აქ უნდა ჩავყაროთ მწიკვი მარილი, ძალიან ცოტა. დაახლოებით ამდენი არის საკმარისი, მეტი არ გვინდა. და სოდას უნდა ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი. ხედავთ? დაახლოებით ამდენი. ბევრი არ უნდა მოგივიდეთ. ეხლა მე ამას ჩავამატებ 1 ჭიქა ფქვილს და ჯერ ამ ფქვილს ამ ჭიქაში განმოვიღებ და მე ჩავამატებ აქ, როგორც რძეზე ვქენი. ესეც ჩვენ 1 ჭიქა ფქვილი და ჩავამატოთ ახლა აქ მთლიანად. და ეხლა ეს მასაც კარგად უნდა ავთქვიფოთ. ეხლა ამას ჩვენ ათქობის დროს უნდა დავამატოთ ნელ-ნელად ფქვილი, რომ გამოვიდეს მთელი მასა. ესა ნელ-ნელა უნდა ვიმატოთ, სანამ არ გახდება მთელი მასა. ეს მასაც უკვე კარგად ავთქვიფე. მასა გამოიყურება ესე და გამოვიდა სქელია და ძალიან კარგი, დაახლოებით ესეთი სტრუქტურის უნდა იყოს. მასა გვაქვს უკვე ბოლომდე მზად. მეტი არაფერი არ სჭირდება ამ მასას. ეხლა კი ჩვენ დაგჭირდება ტაფა. მე გამოვიყენებ ესეთ ტაფას. ეხლა ჩვენ უნდა დავგოთ გასქურაზე და გავაცხელოთ. ტაფაც უკვე დავდე გაზზე. ძალიან დაბალ ცეცხლზე, მაღალზე შეიძლება მიგეწვათ. ეხლა კი ეს ტაფა ცოტას უნდა გაცხელდეს. აი ზევიდან აქ ამ სიშორემდე რომ მიიტანთ, უნდა იგრძნობოდეს სიმხურვალე და მაშინ მიხვდებით რომ არის კარგად გაცხელებული. და როცა გაცხელდება, ტაფა უნდა ჩავასხავთ ჩვენ ცოტა ზეთი. ტაფაზეც უკვე იგრძნობა სიმხურვალე და ესე იგი უკვე გაცხელებულია ტაფა. ეხლა კი ამ გაცხელებულ ტაფაზე დავასხავთ ოდნავ ზეთი, სულ ოდნავ, აი ესე, ბევრი არ გვინდა. და ეს ტაფა ახლა გადმოვიტრიალოს, რომ მთლიან ტაფაზე იყოს ეს ზეთი მოსმული. ეხლა კი დაგჭირდება ჩვენ ესეთი ჩამჩაქვია მგონი ამას. და აქ ჩვენს მასაში რო არის, ვიღებთ ესე ამ ჩამჩით მასას და ვასხავთ ტაფაზე. ოღონდ ძალიან სქელი გამომივიდა და ამიტომ ცოტა ფრთხილად. კარგად ვასხავთ. აი ესე. და ერთ მხარეს რო კარგად შეიწება, მე ვაბრუნებთ მეორე მხარეს. ოღონდ გადაბრუნების დროს ცოტა სხვანაირი კოვზი დაგჭირდება. ესეთი ბრტყელი კოვზი დაგჭირდება ჩვენ ხა გადაბრუნების დროს. ჯერ ეს უკანა მხარე არ შემწვარ და როცა შეიწება გადავაბრუნებ და ესა ვაკეთებთ ყველაფერზე, სანამ ის მასა არ დაიცლება. რომ გამოვაცხოთ დაგიბრუნდებით.
ჩვენი ბლინებიც უკვე გამზადდა. ბლინებიც ესეთი გამოვიდა, არის ულამაზესი და უგემრიელესი. წევიდან მოვაყარე შაქრის პუდრა და თაფლი მოვასხი. და სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა და თანაი ძალიან კაი სუნი აქვს. ძალიან კაია. სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. ჩემი არხით გამოწერა არ დაგავიწყდეთ მეტი საინტერესო ვიდეოსთვის. სულ ეს იყო. დროებით.